სახელითა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ჩვენ მართავთ ჩვენს ცხოვრებას თუ ვინმე სხვა მართავს მას? ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების ბატონ პატრონები თუ ბედის ხელში სათამაშოები ვართ? ესე იგი, ნახეთ მეგობრებო, დღეს მთელი, ესე ვთქვათ, ეს ინდუსტრია ხო შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანს შთააგონოს თითქოს ის თავისი ცხოვრების სრულუფლებიანი და სრულყოფილი მფლობელია, რომ ყველაფერი მთლიანად მისგან არის და მასზე არის დამოკიდებული. ამაზე სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ, სადაც ადამიანებს ეუბნებიან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მხოლოდ შენზე და ეს მუშაობს, მეგობრებო, მანამ სანამ ცხოვრებაში არ მოხდება რაღაც ისეთი, რაც ადამიანისგან არ არის დამოკიდებული, ხო? აი, მაშინ ესე ვთქვათ, მთელი ეს სურათი ინგრევა, ხო? და მთელი ეს სქემა ინგრევა, როგორც ესე ვთქვათ, კარტის სახლი დაინგრევა, ხო? ის მოულოდნელად ხდება, რომ აღმოჩნდა, რომ ესე იგი არა ყველაფერი მისგან არის დამოკიდებული, ხო? აი მაგალითად ის ესე იგი ვარჯიშობს, ხო? სპორტით იყო დაკავებული არის, ხო? ყოველდღიურად თქვა დარბის ვარჯიშობს, არ ეწევა სიგარეტს, არ სვავს სხვა მომნაჩვეებისგან, ხო? და ასე შემდეგ. და შემდეგ კი მოულოდნელად ესე იგი ეს მოვიდა ავადმყოფობა და ყველაფერი დაირღვა, ადამიანი ესე იგი სიკვდილის ესე იგი ზღვარზე აღმოჩნდება. და ის ამბობს, როგორ ასე, ესე იგი მე ხომ მითხრეს, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია, მე ყველაფერი ისე გავაკეთე, ხო, თქვა, არ ვსვავ, არ ვჭამ ბევრს, სიტყვაზე არ ვსვავ, ნუ მოკლედ რა სპორტით ვარ დაკავებული და ასე შემდეგ. და როგორც მასწავლეს, ხო, რაღაც მაშასადამე არ ემთხოვა ეს თეორიას, ხო? ეხლა ნახეთ, არსებობს მეორე თეორია. აი, ამბობენ, რომ არა პირიქით, ხო, ეს ყველაფერი კაცო, ეს წინასწარ განსაზღვრული არის, ხო, თვითონ ვერაფერს გააკეთებ, ხო, ადამიანი, როგორც ესე იგი შენს ბედში არის, ანუ დაწერილი, ბედზე არის დამოკიდებული, ისე იქნება, ხო? რამდენსაც იქ ღმერთი განსჯის, რომ აი თქვა იცოცხლო, იმდენს იცოცხლებ. თუ ღმერთი მოგცემს ჯანმრთელობას, ის გექნება, ხოლო თუ არა და ესე იგი არა, არ გექნება. და თითქოს ადამიანისგან მაშინ არაფერი არ არის საჭირო, ხო, და არაფერი არ არის დამოკიდებული, როგორც ეს ისე მეორე შეხედულება მცდარია, ხო, როგორც პირველი და მეორე, ეს მცდარი არის, მეგობრებო. ხოლო როგორ ხდება სინამდვილეში ცხოვრება ეს ღმერთისა და ადამიანის ერთობლივი შემოქმედებითი პროექტია. მოდით ასე დავარქვათ, ხო? როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების ბატონი. ეს ასე არ არის. შენ არ აგირჩევია, როდის დაიბადო, სად დაიბადო, როდის, როცა, ესე იგი სულ მცირე, ხო, აი შენი ცხოვრების პირველი, ხო, ეს თქვა 10, 15, ნუ 20 წელი, ხო, აი ზოგადად განპირობებულია იმით, რომ ღმერთმა მოგცა და აი არა იმით, რომ თვითონ რაც გააკეთო, ან მოიპოვე, ხო, აი ან ნახეთ, ან რა იცი, ხო, თქვა რას მიაღწია, მაგრამ იგივე ხდება, ხო, ადამიანის შემდგომ ცხოვრებასაც. რადგანაც ის შესაძლებლობები, რომლებიც მან მიიღო, ხო, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური, ხო, ეს ისა, რაც ღმერთმა მიცა, ხო, ღმერთმა მიცა, ხო, ნიჭი, ხო, და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც მას შეუძლია განავითაროს, ხო, თავის თავში. და ეს ისა, რაც ადამიანისგან არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ესე იგი ეს ერთობლივი შემოქმედებითი პროცესია, ხო, რომელიც ხო და აი სახარებაში არის იესო ქრისტეს ერთი იგავი, ხო, ეს ყვება, რომ უფალი ყვება, რომ ერთი მდიდარი კაცი, ესე იგი შორს წავიდა ქვეყანაში და ესე იგი დიდი ხნით, ხო და
მოუწოდა თავის მსახურებს, ერთს მისცა 10 ტალანტი, მეორეს 5 ტალანტი, მესამეს 1 ტალანტი. რა არის ეს ტალანტი, მეგობრებო? ტალანტი ეს წონის საზომია. ტალანტებით იწონება, ესე იგი, ვერცხლი და სინამდვილეში, ესე იგი, ბერძნული სიტყვა ხო ტალანტი ეს თავდაპირველად თავდაპირველი მნიშვნელობა სწორედ ესაა. ხო? და აი დღეს ეს სიტყვა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება და რატომ? იმიტომ რომ მისი დღევანდელი გამოყენების საფუძველი სწორედ ესაა, ეს იგავი არის, ხო, რომელიც ჩვენ ყვებით. აი რა არის ეს იგავი, ხო? მაშ მდიდარი კაცი სამ ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის ტალანტების ვერცხლის წონით ერთეულების აძლევს, ხო? შემდეგ ის წავიდა და დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და ის, ვისაც 10 ტალანტი ეჭირა, მივიდა ბატონთან და უთხრა შენ ესე იგი 10 ტალანტიო ხო? ანუ შენ რომ მომეციო 10 ტალანტიო, მე ისინი ბრუნვაში ჩავაგდე და აი კიდევ 10 გამოვიმუშავეო. აი შენი 20-იო. ის ვისაც 5 ეჭირა, ხო, მიუტანა 10 მიუტანა. ხო, ის ვისაც 1 ტალანტი ეჭირა, მივიდა ბატონთან და უთხრა მე ვიცოდი რომ შენ კაცი ხარ, იმარხავ იქ სადაც არ დათესი, აგროვებ იქ სადაც არ გაფანტე, ამიტომ შეშინებულმა შენი ტალანტი მიწაში ჩავმარხეო. აი გიბრუნებ 1 ტალანტს. 1 ტალანტი ხომ მომეციო? მე ჩავმარხეო და აი გიბრუნებო შენ 1 ტალანტსო. ესე იგი დასასრული ცხადია ხო ბატონმა შეაქო პირველი და მეორე, რომელიც მისცა 5 და 10 ტალანტი ხო და მისცა და შესაბამისად თანამდებობა, ანუ შესაბამისი ხელისუფლება. ხოლო ამ უსარგებლო ანუ მათ შესაბამისი თანამდებობები მისცა, ხო, ნუ ეს იგავში არის, მეგობრებო. ხოლო ამ უსარგებლო მსახურს უთხრა აიღეთ, რომელსაც 1 ტალანტი ჰქონდა, ხო, რომელიც წავიდა და დამარხა და დაუბრუნა ისევ 1 ტალანტი, ხო? აიღეთ და გარეთ გააგდეთო. ანუ ეს მე ჩემი სიტყვებით გადმოცემა იესო ქრისტეს იგავს, ხო, ესე იგი, მაგრამ რას გვეუბნება ეს იგავი თვითონ ეს? ის გვეუბნება რომ ღმერთი თითოეულ ჩვენგანს რაღაც ტალანტს გვაძლევს, მეგობრებო, ჩვენ თითოეულ ჩვენთანაც გვაძლევს, ხო? ეს რწმენა გნებავთ, საერთოდ რწმენა ეს უდიდესი ნიჭი არის. ნიჭი გნებავთ, ხო? სხვადასხვა ნიჭი, ხო? და ეს ყველაფერი, რასაც გვაქვს, ეს ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა, ინტელექტუალური შესაძლებლობებია, ჩვენი შესაძლებლობები, ხო, რაღაც და ვიღაც მდიდარ ოჯახში, ხო, აი იბადება, ესე იგი, ვიღაც ღარიბ ოჯახში იბადება, ვიღაც სმენა აქვს, თუნდაც სიმღერის, ვიღაცა ხმა აქვს, ვისაც შეუძლია ოლიმპიური ჩემპიონი ხდება, მსოფლიო ჩემპიონი ხდება, იქ ფეხბურთელია, ნუ მოკლედ ასე და ასე შემდეგ, ხო, ის მხატვარია, ხაწერი არის, ხმა აქვს, თუნდაც ის ცეკვავს და ნუ აღარ ჩამოვთვლი. და აი ვიღაცას ხო ღმერთი 10 ტალანტს აძლევს, ვიღაცას 5-ს, ვიღაცას შეიძლება 2-ს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვს მიცემული, მნიშვნელოვანია როგორ განკარგავ აი ამ ნიჭს, აი ამ ტალანტებს. შენ გაავრცელებ, განავარცელებ ამ შენ რწმენას, ამ შენ ნიჭს, თუ წახვალ და დამარხავ როგორც იმ ადამიანმა, იმ 1 ტალანტი ვისაც მისცა, რომელიც წავიდა დამარხა და ჩამარხა. და აი მეგობრებო, არ უნდა დავმარხო და ჩავმარხო ჩვენი აი ეს ნიჭი. და ზუსტად დღეს არის ეს ყველაფერი, რომ ადამიანები მარხავენ აი თავის ნიჭს და რას ნიშნავს, რომ მარხავენ რითი? არ დადიან ეკლესიაში, ეზარება სიარული, ამბობენ აი ესე იგი მე მუშაობ ყოველდღე, დამაძინე 1 კვირა მაინც, ესე იგი და არ წავალ ხო, მე დავიძინებ, ამასობაში დრო გადის და რა გვეზარება, ესე იგი მუშაობა არ გვეზარება, სამსავთ და ესე იგი ეკლესიაში არ მივდივარ. გასაგებია, აუცილებელია, რა თქმა უნდა ადამიანმა უნდა იმუშაოს, ხო, რომ აჩინოს ოჯახი, მაგრამ ეკლესიაში როგორ შეიძლება რომ არ წახვიდე ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც, რომ ეგ საათნახევარი დაესწრო წირვას, ეს ხომ კატასტროფაა სულიერი, ხო, თვითმკვლელობა, მე ასე ვიტყოდი, ხო. საერთოდ რაღაც მახსოვს მე, ვიცი რომ ძველად ქართველებში ესე იგი იყო ხო, რომ ზედიზე თუ გაასწრედი წირვას სამჯერ, შენ ესე იგი სასჯელი იყო და 1 წელი ესე იგი ბარზიმთან არ ანუ 1 წელი არ გაზიარებდნენ. აი წარმოიდგინე, 1 წელი.
უზიარებლობის გარეშე იქნებოდი თუ სამჯერ გაასტენდი წირვას, ეს ხო წარმოიდგინეთ რა არის, ხო? ამიტომ მეგობრებო, არ დაიზაროთ აუცილებლად შაბათს ლოცვაზე, საღამოს, ხო? ზოგან 3-ზე, ზოგან 4 საათზე იწყება ყველა მოქმედ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა, ზოგან 9-ზე, 10-ზე იწყება, აუცილებლად წადით, დაესწარეთ და წაიკითხეთ დილა საღამოს ლოცვები, აუცილებლად ფსალმუნები, სამოციქულო და სახარება ყოველდღე, მეგობრებო, აუცილებლად ყველაზე პირველი არის და აი ვიცი რომ ბევრი ემიგრანტი მის მესმე და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და აუცილებლად წაიკითხეთ სახარება, აი არის ხო, ამიტომ შეიქმნა ეს არხი ბიბლია ყოველდღე, რომ სახარება არის, ბიბლია, ძველი აღთმაც არის, ახალი აღთმაც არის, ფსალმუნების გამარტებაც არის, წმინდა მამების და ამიტომ ესე იგი აუცილებლად მოусმინეთ, თუ წაიკითხავთ, უფრო უკეთესია რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ესაც დრო არ აქვთ, საშუალება და ასე შემდეგ, ყურსასმენით შეგიძლიათ მოусმინოთ ტრანსპორტში, სახლში, სამსახურში და ესე იგი ეს დიდი მადლია და გაყვება და რა თქმა უნდა უდიდეს სარგებელს მიიღებთ. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.